მოკლედ დავადგი წყალი სულ ცოტა. აქეთ აი ის ღერღილი მაგ მაცივარში რომ მქონდა შენახული. კარგახანია რაც დევს და ცოტას გავაკეთებ მეთქი ამას სულ ყველას არ ჩავყრი ალბათ ნახევარს და გაჩვენებთ რამდენს. მოკლედ აი არ ვიცი აქ ჩანს თუ არა. აი ბევრი არ ჩავყარე. მაგრამ ანუ უნდა გრძნობდეთ რომ ცოტაც არ არის, იმიტომ რომ მე ბევრი ფქვილის ჩაზელვამ რომ არ მოგიწიოთ და რა თქმა უნდა ფქვილი აშავებს ხომს. მოკლედ ეს მთხოვეს და მაგიტომ ვიღებ ხა ხომის ასეთ დეტალურ ვიდეოს. ეხა რა მინდა და რამე პატარა მინდა რომ ეს ძალიან დიდია მისთვის. კოდერძი. აუ ხედა. მოხურე არის. მოხურე. ამის ეს საფრია. დარი. ეს საფრია მეგონა. მოკლედ აი ამაში. აი რამდენი დავტოვე. ბევრი არ არის რაც დავტოვე, მაგრამ მაინც მე ცოტას მე დავამატებ. იმიტომ რომ უხამ არ მინდა ღომიო და საერთოდ არ გამომდის, რომ ცოტა ღომი გავაკეთო. ეხლა ეს აქ იმიტომ ესეც დიდი ყოფილა, მაგრამ თვითონ წყალი რო უნდა ჩავასხათქო, მაგიტომ ეს რა არის? იმას ვქენი. ეს რა არის? ღერღილი დედიკო რომ უნდა შევინახო. ეს მაქვს. ნერე. რამოდენიმე ესენი გაიწიეთ და აი ასე. ცოტა წყალი უნდა ჩატოვო და იყვესო ამაში რომ ქართლოს აინახეთ. აი იქიდან შორიდან უფრო ჩანს. აი ესე. ქარავს. ასე შევინახავ. ერთი ყველი მაქვს და ის მწვანე ყემალი რომელიც მე თქვენ გაჩვენეთ. ამიტომაც სულგუნი გვაქვს. სულგუნი არა გვაქვს დე. რაღაცა გვაქვს. ეს ყველი გვაქვს და ტიტნიან სუნელს გავაკეთებ. არა. ამისთვის მე მგონი წყალი ცოტა ზედმეტია, იმიტომ რომ ეს რახან დიდი ხანი იყო. აი ეს ხერხილი თან მაცივარში გაღვივებულიც არის. ჭიქას ავიღებ და მოვაშორებ. Oh, you said for her? უნდა ვეცადოთ რომ No, I said hedgehog. I'm a hedgehog. სულ ცოტას მოვაკლებ. No, I'm a hedgehog. ჩუმად და Repack. აბა ჩუმად. Bunny. You're a bunny? აი ასე, всё. I'm a hedgehog. ეს მართალია, იმდენად არის გაღვივებული ხერხილი, რომ არ ექნებოდა ბევრი მატება, როგორც შეუულებრივად გარეცხილსაა. აი უცებ გარეცხილს. I'm a hedgehog. მოკლედ. სანამ ცეკვაზე წავიდოდით, ლიკა მყავდა. ხო და რაღაცეები, ხინკლები მოუხარშე და დამესვარათებშები. ყავაც გადამივიდა ის უცებ მოუწმინდე. ლიკას სხვა დავანევინე, მე ნალექიანი დავლიე. დღეს ხუთშაბათი დღეა, ვიღაცამ დავიწერა ხუთშაბათ დღეს. დარიჩინიანი ყავაო და თან დარიჩინი იქვე გავუკეთე. აი ზუსტად კი მოვაკელი სადღაც 9 ლიტრამდე წყალი. მეტი თუ არა. და ეხლა უკეთესია. აი ჩაგახედეთ. აი ნახეთ. უკვე დუღილიც დაიწყო. აი ეს. აი ასე. Dega.
ქალაქის კვერცხია. ნაყიდი კვერცხია უფროსები. გეყო. გეგა. არ მაინტერესებს სულ ჩუმად. ჩუმად 6 წელს ჩავდე. ვიცოდი. ვეგან არა. მომენტე და ეხლა ამის თავსახური თორე აქ მომისვრის საკაუნობას. კაი, გაიცადე, გაჩვენებთ კიდე. მოკლედ, დავადგი კვერცხი. აგერ ნახეთ როგორ გასქელდა. ეს ცოტა უნდა ჩაშრეს, გაჩვენებთ მაგასაც. მაგრამ როგორ უნდა დაგანახოთ არ ვიცი. კი ყოფილა აქ რაღაცა 1-2 წერტილი. მოკლედ აი ესე. მოკლედ ამას დავაფარებ. ძალიან არ მოითხოვნოს ეს გაზი. კვერცხი მოიხარშება და ვიცოდი კვერცხი რომ უნდა ეს ცოტა соуზი არის აქ ადას უჭამია და აქ იყოს. ხარა ცოტა ქვავს. არა დედიხა. კარგი. მოკლედ აი ეს შია ძალიან. რა? პიტნიანი ყველი ნემშია. მოდე ავარჯი შეის გეგაცეკვაზე. შენ არ დაანყა მაგრად კაცო ფეხი, მან აჩვენე უბრალოდ და უთხარი. გეგავდა დღეს ცეკვაზე. ხო, მე დღეს აერობილაზე უნდა ყოფილიყავი, მაგრამ იმიტომ რომ გეგას შევიყვანე ცეკვაზე და თან ყოველთვის ზუსტად იმ დროს იმთხვევა და მოგეთ 5 საათზე იწყება და 7:30-ზე მთავრდება. ამიტომ არ მაწყობდა ეს დრო და მომიწია აერობიკაზე უარის თქმა. ესე და ესე შემოკარგებო. სხვა რა გზა. ბავშვები უპირველეს ყოვლისა. რა გავაკეთო, მინდა რომ გეგამ იცოდეს ცეკვა და თან რო ვაკვირდები, გეგა უფრო ისეთი აი როგორ გითხრათ. უნდა უყურებს და აკეთებს კიდევაც. რაღაცები ვერ გააკეთა, მაგრამ მე ვიმახსოვრებ ვიდეოს ვუღებ მასწავლებელს ფეხზე და მომაქვს თანგოდემაც იცის და წამაშველებს ხელს და ესე გადავწყვიტე. ბოდიშები მივწერე იმ გოგოს. რაც ვარჯიშებია და რაც გავლილი მაქვს ვიცი ასე რომ იმას შემით როდესაც გამახსენდება თუ გამახსენდება ვარჯიშებ თორე და სხვა რა გზა. ესე და ამგვარად მოხდა. აი გამოსვლის დრო არ გვაწყობდა ხოლმე ნახე. 7:30-ისთვის მე იქ უნდა ყოფილიყავი 20 წუთზე გავდიოდი და ზოგჯერ ადრე რო გამოუშვებს მასწავლებელი ამათ გამოცვლა უნდა რაღაცა და მოკლედ ყოველთვის სხვას ვერ ვთხოვ. ამიტომ ესე გადავწყვიტე რომ მე მეთქვა უარი ჩემს აერობიკაზე. ეს ცუღლუდობდა დღეს. დავიღალე. რა არის ცუღლუდობა? რო თამაშობ იმაზე. რა არის? ხო გაგიბრაზნე. პრესი იყავი დედიკო, მასე არ შეიძლება. აბა რამდენჯერ გავბრაზნე იმის?
რას დაეძებ შენ ვის რამდენჯერ შენ არ უნდა გაგიბრაზდე იმას უნდა ცდილობდე შეშვი ჩემუცელს მაგრამ დიდეს კაი გამიშვი ბიჭო მოურიოთ გოდე ვაიმე ხო შეიძლება რომ წესიერად ოჰო უყურეთ როგორ გასქელდა უკვე რამალეა ეხა ცოტა უნდა ჩაშრე ხო მაშინ უნდა ამაზე არ მოგიწევს ბევრი ფქვილის დამატება და იქ სადღაც რო გამოჩნდა 1-2 ცალი აი ის იქნება შავი წეთილი მეტი არა სადღაც გამოჩნდა იქ Don't poop in a bed. თორე დანარჩენი არის თეთრი პინტკინა აი ესეთი სქელი და თეთრია ცოტა უნდა ჩაშრეს მიხვდებით თქვენ თვითონაც ან და აი ასე როგორც არის ესე 1-10 წუთი ადუღეთ მოკლედ გავრეცხე ყველი ნახევარი გერგა წესიერად Nacho. Perfect nacho. გემრიელი ყველია. გემრიელი? აჰა, მარტოზე გული მერევა, მე თორამჭერს. ყველაფერიც არა მაქრო, ჩავირეცხო. მე არა პიტნიანი. მეგონა რომ რაღაცა სხვა იყო, როგორც რაღაცა ლაგელიაკუ. მაგარია. ვაიმე რამწარეა. რატომ არის ეს ფერი? ვიტომ რომ მწარეა? ვიტომ რომ წითელი ციცაკა. როგორია წითელი ცი? Squishy. ხელს ვერ ამოვიღებდი, იმიტომ რომ არ მინდა ქვემოთ რამე ნამცეცი დამეყაროს ეხა აქ. წასვლამდე ყველაფერი მოვწმინდე. ამათ ისევ გამოუცვალე თავიდან ჩავაცვი. ეხა ისევ შევყარე შავები. ხოდა? ყველი მწარეა ეხლა. ეს ძალიან და შეხოვდი ყვა პიტნიანი ყველი. და ჩაგიხარშავ ხომში და ისეჯამე. მარტო ხომი? არა ეს. ყემალი გვაქვს. ყემალი? წვანეთ ყემალი. კვერცხს მოვხარშავ და შეჯამე. აბა რა გინდა შვილო? არ ვიცი გამიგო. მაგრამ არ შეჭამ. შეჭამ და მიყურე მე როგორ შევჭამ. ხო მამი. მოკიდე ხელი. მოკიდე ხელი. ხელი მოკიდე უნდა გავხსნა კაცო მოკიდე ხელი. მერტო დიდებულო. ოი, რომ წარა იქნება უბრალოდ. ო. გინდა რომ ძალიან წარა იყოს? ო. რატომ? იმიტომ რომ მე არ მწყენს. ვა. არ ვიცი მამიკო. გეგა. რა ხდება? არ ვიცი. ჩადე გასარეცხ. ეს. აჰა. აი, სამი ჩახე. გეგა, აბა ჩამოდი მანდიდან. დია, და. ანა. გეგას ერთი დავიხარე არ უთქვია დე. ხომ ნახე? არა.
ეხლა თქვა ყველაფერი ვერ გააკეთა სუფთად, მაგრამ ჯერ მეორე მისულა, დედიკო, გეგასი. 1 2 3 4 ასე რომ გააკეთებ სიქეთ-იქეთ. წესია. მომავალ წელს არ გაუწდება იმდენად? გამეტანი ჩაუნჭყლიდე. ჩაუნჭყლიდე. Kissy. Gode. სოქს არ უყვარს, ბევრი ღერღებისგან, ხომი, მაგრამ მე ასე უფრო მიყვარს, იმიტომ რომ აი თეთრი ხომი გამოდის. გეგასტორ. ნახეთ ციფასებო. ასე გამოიყურება და ხედავთ ალბათ იქ. შავ წერტილებს, პატარა შავ წერტილებს. ესენი არის მე რომ ხომში ჩანს, ამიტომაც არის რომ მე ვიყენებ ბევრ ღერღილს, რომ ეს არ გამომიჩნდეს ბევრი ხომში. მოკლედ. აი, ამდენი ავიღე. ეს არის პატარა თებში. და ხომე უნდა ჩადო. ჩავყაროთ სულ. უნდა ჩადო. აი ასე. მე ჩავსე. მე შემიძლია ეს. შენდე დავადიე. გამოდი მან დედანი მეთქი გოდერძი და ძალიან აი რამდენჯერ გეუბნები ერთსა და იმავეს დედი. აი რამდენჯერ. მაინც იგივეს აკეთებ. თითქოს და პირველად ხედავდი აი ამ ტელეფონს ჩართული რომ აქვს. არ მოგდეს და ბიჭო ამდენი საყვედური. კაი დე, იქეთ აბანოში შეიტანე დე. ფერო გამოგიცვალეთ. იწავიღე სხვები და ერთი თუ დავტოვე, მერე დავიწყებ ძებნას. აი ესე უნდა ჩავზილოთ კარგად. მოკლედ, აი ესე გამოიყურება. არ არის იმდენი, საერთოდ არც ჩანს. ძვირფასებო. მე ქვილი რომ ვუქენი იმდენიც არ უნდა და ვისაც უფრო რბილი გიყვართ. მე მიყვარს, მაგრამ რა ვიცი, მაინც მომივიდა ბევრი. ასე რომ კი, შეიძლება რომ წყალი გამოვიყენოთ. დუღარი ადუღებული, მაგრამ მე არ მაქვს ეხლა და ძალიან მეზარება იმდენად მინდა ხომი და ყველი. თანის ყემალიც ძალიან მინდა მოკლედ. ხო და სულ ვარ დღეს
3 წელი ხინკალი შევჭამე ლიკა იყო მოწმე. მე 4 ვარ, რამდენი არის? რას ქვია 4 ბიჭო? 4 ერთ ჭამაზე მოგეცი და მეორეზე 5 დაგიდევი. ო, დიახ. ხო და მოკლედ ესე ჩემო კარგებულშია. აი, ცოტა ფილი დამეტანა, ერთ ბაშად გადავწე. არა, ხო შეგიძლია რომ იმ შარვალს აუწიო ხელით მაღლა. ჰა? ხო შეგიძლია რომ ამას აი ასე აუწიო. აი ასე. აბა. არ გემჩნევა დედიდა. არა უშავს დაიამ გაკაცდა, დიდი ამბავი, არ გემჩნევა. ცოტა ისე ხა არ გემჩნევა. მე შეიძლება დედა. თვალთან ვისულა, ბიჭეთლა. ეჯექი. არა. აბა. თვითონ რა არის დედიკო? რატო გაკაცრე ძმა? აიბა, შარვალი აიწია, ასე აიწია შარვალი. მოკლედ, ციფაზე ეხა ვიდეო უფრო მეტად რისთვის ჩავთეკეთვით. ჟელატინზე მკითხეს. ჟელატინი თქვი მაშინაც რომ ავაწონინე ცალ-ცალკე 50 გრამი მინდა მეთქი ცალკე 50 და კიდე 50 და აი ესეთი მიყურებ და ის კარი. რას ქვია ესო? მე უზომავ კოვზებითო და შენც ისე გააკეთე. მე უტრან მე ესე ვაკეთებ და მინდა მეთქი რომ შემეშალოს და ესე ამიწონებე. აფანდეო, ზემოთ წარ. ხო და მოკლედ აი ესე შეიძლება მე არ ვიყავი მართალი, არ ვიცი. ხო და ის თქვა მე გაუშვიდე და ხელი რა. ხო, 50 გრამ ჟელატინს. 9 ლიტრი წყალი, კომპოტი. არ მაქვს, გოდე მიეცი. ხო, დედი გოხონდ მომშენოს ცოტა ხანი. დიდი დედა ვიდი. მიდი ცოტა ხანი არ დამიძახებენ, სულ მეძახიან ხალხო და მე რატო აპასუხობ? ყოველთვის არ მაქვს, აი ხა ხო საუბრობ. მე აზრი გამიწდება ან ჩვენ გოლაპარაკი ან ისე ანასეო და ვერ გავიგე როგორ უნდა გავაკეთო. ვაპაუზებ, მე მიმხედავი მათ და მცემ პასუხს ჩვეულებრივად. ხო, 50 გრამ ჟელატინს დავამატებთ. 50 გრამ დამაცადეთ და აზრები მეფარდება, მავიწყდება ბიჭოს. 50 გრამ ჟელატინს უნდა 9 ლიტრი წყალი გინდათ, კომპოტი გინდათ თუ წვე. თუ გინდათ რომ კარგი გამოვიდეს, რა თქმა უნდა, კომპოტთან ნატურალური ჩვენი გამოხილი წვენით ჯობია. მაგრამ შაქარი 9 კილო. ან არ ვიცი მე ხა 3 ჭიქა 9 ვუქენი და რამდენია არ ამიწონია სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ 3 ჭიქა 9 ვუქენი, აი ეს ჭიქა. ხვილის ჭიქა, რომელიც მე მგონი ყველას უნდა კონდეს. თუ არა გაქვს 3 ლარი ღირს, ან დაწალობაში წიყიდით. აი ეს ვუქენი ზუსტად და ხედავთ როგორი მაგარიც არის. მთელი დღე მქონდა აქაც, მაგრამ არც ერთი, ანუ დარბილება არა აქვს, ძალიან მაგარი გამოვიდა. მაგარი ეს ხო. მთელი თუ წყლით აკეთებთ, მთელი ყველგან იყიდება, ესეთი იმაზე არ შეგხვედრია, აფრომაზე ძლიერი კვერცხი. ფერები იყიდება ჩვეულებრივად, აი სადაც სადღესასწაულო რაღაცეები იყიდება, იქ და აიღებთ ფერებს, ყველაფერი იყიდება და ფერის თქვენ გინდათ და ფერსაც გაურევთ მერე წყალში. ჟელატინს დაასხამთ იმ 9 ლიტრი წყლიდან 9 ხავში ჩაასხამთ, შაქარს ჩაყრით 3 ჭიქა 9-ს. ხო და ისა რა ქვია დაადგამთ ცეცხლზე, იქვე ის ჟელატინიც უკვე მე შემხდა ძალიან გაცრილივი ჟელატინი, მანამდე გითხარით რომ მომქონდა ის რა ქვია უფრო მსხვილები.
ხო და ისა ჩვეულებრივად ადუღებამდე მიიყვანთ, არ უნდა აადუღოთ. რა თქმა უნდა, სხვასაც რო ვკითხებ, ქაფს იკეთებსო. მოკლედ, ქაფს იკეთებსო მითხრეს. ხო და? სადი ვიხარ? სადა გავიწყდა? ჩიპსი. კაი. ეს რა არის? ხო და მოკლედ ესე შემოკარგებო. ის არის ჩემი გორილა, ციფასებო გოძილას თუ გაიზახადე. მეგონა რომ მეტი არაფერი არ უნდა. სველ ფორმაში ჩაასხამთ, საყინულეში შედგამთ და როდესაც ეს უკვე მოიყინება, მაგის მერე დაიწყებთ მეორე ფერის გამზადებას, ამასვე მოასხამთ ზემოთ. ოღონდ თლად ცხელიც არ ქნათ. ცოტა რომ თბილი იყოს, იმასაც არ აუშავს, იმიტომ რომ ჟელე უცებ არ ქვავდება და მე მომეწონა ის რა ქვია, 10 ქვეფილი და გავაკეთებ 10 ქვეფილს ფერებში, მაგრამ როდის გავაკეთებ არ ვიცი ჯერჯერობით, მადროვეთ. ხო და მე გავაკეთებ, რა თქმა უნდა, გაჩვენებთ იმასაც. 10 ქვეფილი მქონდა თეთრი და ცხელში რო ჩავაგდე, გავყვა და ზემოთ ამოვიდა. ხო გაჩვენეთ ქაფიანი რო იყო ზემოთ, ის იყო იმ თეთრის. არაფრის დამატება არ სჭირდება, თეთრი ფერი რო გინდათ, არც რძე გინდათ, არც ის გინდათ მალაკო და არც კიდევ გაიწიე შვილო, არც კიდევ ის მაწონი, არაჟამი, მაწონი მითქი. არ გინდათ. ჩვეულებრივად მიქსერით რო ამოიყვანთ, ისეთი კარგი გახდება, წამში ქვავდება. აი აქ მედო და აქ გაქვავდა. მე ხო მინდოდა პასკისთვის. ისე უცებ გაქვავდა, ის 10 ქვეფილი მიქსერით უკვე რომ მომიწია ორთქლზე შევადნე, ესე კოზით ვურიე და ისე როგორც ბეზე ხო იცით, აი ისეთი გახდა და ჩვეულებრივად თავი ჩავაყოფინე ამ იმებს პასკებს და მერე დავასხი ფორმაზე, როდესაც უკვე მივხვდი რომ თურმე ძალიან ადვილად ქვავდება. 10 ქვეფილი ძალიან ადვილად მაგრდება ძვირფასებო და მაცივარიც კი არ უნდა სიმართლე რომ გითხრათ, ამიტომ მინდოდა ის რომ მეჩვენებინა. 10 ქვეფილი ჟელატინი ჩვეულებრივად თუ როგორი გამოდის. გორილა, მანგოს გემოთი, ენერგეტიკული, მე თქვით ეხლა რომ თავს იკლავდა ასე და ისევ, მაგრამ ძალიან მომეწონა ეს. აქ იყიდებოდა და აქ აღარ მოაქვს ჩემ დასამწუხაროდ. მაღაზიაში როცა ერთი მოსვი. მეც არ დაგალევინებ თუ არ შეჭამ. აი, მაგარია. მანგოს გემოაკ და ვერც მიხვდებით რომ ენერგეტიკულია, რა ვიცი მე ენერგეტიკულს. მაგარია. ძალიან მაგარია. მაგარია. პიტნიანი ყალი მაგარია. ჩემს მას რო ვუთხარი, პიტნიანი ყალი მაგარიაო შევჭამო. ჩემს მას რო ვუთხარი, ხო ჩოქრა. ჩემს მას რო ვუთხარი ის მეთქი. მწვანე იყო მეთქი ნიკოლაში ვნახეთ, ხო ეხა მოუტანიეთ ნიკოლაში იყო მუხა და მომიტანა. ანუ აერობიკის ფული რომ მქონდა 40 ლარი გადადებული, პულტი ახარ გვაქვს. თავისით აი ბავშვებს გეფცებით, გეგას ეჭირა ხელში. დედიკო რატო არისო ცხელიო და ალბათ ხელის სიმხურვალეს გრძნობს მეთქი და ისეთი ხმა გაუშვა. რა ესე გააგდო გეგამ რა მოხდა ულაფეთქდა დედიკო, ეგეთი იყო. არა, სანამ არ შეჭამ არა. შევჭამე. ხომთან. კაი. ხომთან რო შეჭამ დაგალევინე. შევჭამ. კაი. ხო და ესე ძალიან ადვილია. იმდენი ხანი გავიდა რომ მართლა არ გამიკეთებდია ჟელატინი. თან ისეთი ფქვილივი ჟელატინი ფქვილივით როგორ მანის მსგავსი იყო. ესეთისგან არ მქონდა გაკეთებული და მე შინოდა აი ყვილად არ გადავყარო ფული და ასე შემდეგ და ძალიან კაი გამოვიდა. იმის მერე გადავწყვიტე თან ყიდვა და გაკეთება, რაც ის გამომივიდა ბეზეს მსგავსი. არ ვიცი რა ქვია. გამახსენდა რომ კიტრი ჰქონდა. ხო? და ცვიფასებო იყოს ის ორიდე. მე რა გინდა. ორი ცალი დაგჭა. მიაუ. ხო და ცვიფასებო. ხო, სამგან, 2000. ჩემი ღომი ჯერ არ არის მზად რომ ამოვიდო. რამდენ წუთში იქნება მზად?
მოდიკო იქ ხო უნდა კონდეს გვერდზე ცოტა იმასავით ჩიფსებივით ასე არ მინდა არა სხვანაირად მე აღება ისინი ვერ ჩამინდა გოდე მე არ მენარება დედიკო ჭამე მაგრამ ეს ხომი ყველი და ეს არის გემრიელი ერთად შეჭამ ხო ჩემი ბოსტანის ამბავი მე რომ ვაპირებდი ჯერ მე მგონი მიწაც კი არ არის მოხნული თუ რა ვიცი გასუფთავებული იქ არის იმით გავაკეთებო ტრაქტორითო მითხრა მაშინ მე ნათია და მე რა ხანა სუ რა ხდება გეგა აბა ნუ მოწოლე გეგა ნუ მოწოლე ვეთერთებს და გამოიტანეს ხვები გეგა ხმა ხო და ის რა ქვია თან ნახეთ მე მარტში უკვე კიტრები რამხელები მქონდა ბოსტანში ხო და ძალიან გვიანია და მე მერიდება და თან ვერც ვეუბნები ეხა სიმართლე რომ გითხრათ იმიტომ რომ ნახეთ მე თქონდა ხო და რა ვიცი სამთრისთვის კი კაია მაგრამ მანამდე მინდოდა სიმართლე რომ გითხრათ ზაფხულში მინდოდა რომ მომეკრიფა ანუ მეც რაღაც იქნებოდა გამისკენი. ეს მაგარია. ეს მაგარია. შავი მაქსა. ამათქენიდან გააგიჟა. ეს მაგარია. ვის გამოართის? ეს მაგარია. ეგას არა? შავი. ეს შავი. ეს მაგარია. აი, გახსენი, დედიკო, და ჭამე. ვერ გავხსენ. მოკლედ ესე ჩემო ძვირფასებო და არ ვიცი არაფერი ჯერჯერობით. საიდანაც უნდა გახიო. და საიდან სუნი გაუშვა. სუნი. გავსენი. ჩახტე. სუნი გაუშვა, იმედი არ დაუწვავდა. ვის მინდა რომ გაჩვენოთ, ქვემოთ რო აქვს. მარია ლოჯია. აი ეს თე. წიწაკიანსაც ვაყრი ხოლმე, პიმბილიან მარილს. წითელს, რა ვიცი. მაქვს, არ მაქვს, როგორ მოხდა რომ არ გვაქვს. არ ჭამე ძვირფასებო ესენი, მაგიტო არ მომხარშე ამდენი. ბევრი, ანუ უფრო მეტი, იმიტომ რომ არ ჭამე. ეს არ დამჭირდება აქ, იმიტომ რომ უნდა ჩავდო. გამოვიტანოთ ეხა. შევანჯღრიოთ. ამის ხათრით გავაკეთე ღომის სიმართლე რო გითხრათ. აი ამის. ხო, ეხა გვინდა ჩვენ. ესე. საწვენო ერთი. მეორე. ვიკო მალევე მთავრდება. ვიღაცა შემპირდა მე ხომს და ყველს შევჭამო. ხო შემპირდა. თუ არ შეასრულებ. იცოდე მამა შენი აცი არაფერს არ მოიტანს. რა? გაიგე? ამალი? ხო. მუხა ჩაუწევ ხმას. კარგი, იმიტომ არ თავრო მინდა ის გაჩვენოთ. როდის არის უკვე ამოხებისთვის მზად, გვერდზე უნდა გაიკეთოს ჩიფსივით. ანუ ის ღომის ნაწილი, რომელიც ქვაბზე არის, უნდა ოდნავ მოყვითლდეს. ზოგჯერ ძალიანაც მოყავისფროსავით არის, მაგრამ მანდ ნამეტანია უკვე იმდენი არ უნდა. გაჩვენებთ მე თუ გაიკეთა. იმიტომ რომ ნახეთ, როცა თხელია და ბევრი ფქვილია, უფრო მეტად აქვს
აი ის რასაც ჩვენ ნახვაწას ვეძახით და სხვები ჩიფსებს. ესე გავიგეთ. მაგარია. სამზარეულო ომებში. აი ნახეთ, აი ამაზე გეუბნებოდით. აი ყურეთ. აი ამაზე და всё, მზად არის უკვე და ამოვიღოთ ხომი. არ უნდა დაგვეწვას. არ დამავიწყდეს ამოღებამდე გაიმზადეთ წყალი, სადაც ჩოგანს თავს ჩააყოფინებთ. თეფშები და რა თქმა უნდა ამოღებამდე ჩაზილეთ. ისევ და ისევ. როცა მინდა ძალიან ლამაზ ხომს ამოვიღე, მაგრამ როდესაც ძალიან მეჩქარება, სულ ერთია უკვე ჩემთვის ოღონდაც ამოვიღო. ეხლა კი ჩავდოთ. რა თქმა უნდა. მუხა, ყველი ჩაგიხარშო? პიტნიანი. გოდე შენ? ჩაგიხარშო? გადაწყვიტე შვილო. ეს ჩემია. ჩაგიხარშო? თუ ისე შეჭამ. მოკლედ. კარგი. აქ ჩავხარშავ გეგასთვის, იმიტომ რომ გეგა ჩახარშულს ყურთან ჭამს. და მუხა იმიტომ რომ აი კიდე რამდენი დარჩა და ამან ისე შევჭამო. აბა და არ უჭამია ისე. ეს ჭამე ჯერ და მერე დაგიმატებ. მოკლედ ესე ჩემო ძვირფასებო. აი მიყვარს პიტნიანი ხომი და ყველი. წავედი ხა ძვირფასებო. ხამე არის 9 საათი და მე მივიწვევ ხომს და დამეწუნეთ იმ ხომისგან არაფერი არ დარჩება. წავედება ბედნიერ და ტკბილ ხამეს გისურვებთ. რა თქმა უნდა, ქვაბში უცებ წყალი უნდა ჩავასხათ და ის ჩოგანი უნდა გაირეცხოს უცებ ესე იწყენ, მაგრამ გავრეცხა.